ეს არის ძალიან ძველი, ძალიან აუცილებელი და ძალიან კარგი წესი. რას გულისხმობს ეს? ეს წესი პირდაპირ ხას უსვამს თუ ვინ იხსენებს მიცვალებულს და რას ველით მიცვალებულისაგან, რას ველით უფლისაგან და რა არის ქრისტიანული წამსი. რა იგულისხმება ამაში? ეს არის უძველესი საეკლესიო წესი, რომელიც მომდინარეობს უძველესი წირვა-ლოცვიდან. დღესაც, როდესაც მღვდელი ატარებს წირვას და ესე იგი აკურთხებს ძღვენს, არავისი ზიარების უფლება მას არ აქვს, სანამ პურს არ ჩაასვენებს ბარძიმში. და სანამ არ იტყვის აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ. სანამ ქრისტეს აღდგომასაც არ მოიხსენებს. რადგან ჩვენ ვეზიარებით აღდგომილ ქრისტეს და არა მიცვალებულ ქრისტეს. ანუ რა ხდება? როდესაც მღვდელი ატარებს წირვას, ამ ძღვენს ყოველთვის მიმართავს მრავლობიჩი. წინადადებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის, არა ძღვენისათვის, არამედ ძღვენთათვის. შენთაგან შენდა შეწირულნი. ხო? შენთა შენ მიერთა შენდავე შეწირო. აი, ყოველთვის მრავლობიჩი მიმართავს. რატო? ეს არის ორი ძღვენი. ერთი არის პური, მეორე არის ღვინო. რატო დააწესა უფალმა ეს ცალ-ცალკე? რადგან პური არის მაცხოვარი თვითონ ამბობს, გახსოვთ? ეს პური ზეციდან რომელიც მოგცათო თქვენო ღმერთმა, ესო ჩემი ხორციაო. პური არის მაცხოვრის ხორცის აღნიშნელი. ღვინო არის მაცხოვრის სისხლის აღნიშნელი და სისხლი ძველ აღთქმაში პირდაპირ სულს გულისხმობს. სულთან არის კავშირში. ანუ წარმოვიდგინოთ ჩვენ ხორცი და სული. გაყოფილად ხორცი და სულის სახის კურთხევა ნიშნავს გარდაცვალების მოხსენებას. ანუ ჩვენ წინაშე ვიხსენებთ გარდაცვლილ მაცხოვარს. როდესაც აი ამ პურს ჩვენ ვაწობთ ღვინოში, რა ხდება? ღვინო შეიწოვება პურში და რისი დატვირთვა აქვს ამას, რომ ხორცმა შეისხა სული. აი ხორცმა შეისხა სული გულისხმობს აღდგომას. ამიტომ როდესაც იოანეს სახარებაში ქრისტე ქადაგებს ზიარებაზე, პირდაპირ ხას უსვამს. რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სვამდეს ისსა ჩემსა, აღვადგინო იგი უკანასკნელსა დღესა. აი სწორედ როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მიცვალებულს ჩვენ რატო ვიხსენებთ? რა გვინდა? სული ხო არ გჭირდება მის. ისევე გვინდა როგორც ცოცხალი იყო ჩვენთან, ისევე დაბრუნდეს, ისევე ხორცი იყოს და ისევე სულში იყოს ხორცი. ანუ ის გვინდა ხორცშესხმული, ის გვინდა სულიერი, ის გვინდა ქრისტეს აღდგომით აღდგარი. ამიტომ როდესაც ჩვენ მიცვალებულებს ვიხსენებთ სუფრაზე, ყოველთვის ვაწობთ იმის ნიშნად, რომ ვართ ქრისტიანები, იმის ნიშნად, რომ გვწამს აღდგომა, იმის ნიშნად, რომ ამ ადამიანს ვითხოვთ, რომ ქრისტემ თავის წმინდანებთან ერთად აღადგინოს. იგივეს ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც ვასხავთ ღვინოს მიწაზე. იგივეს ვაკეთებთ, რომ ღვინო ხო სულის სიმბოლოა. და აი ეს არის ნატრის ფორმა, რომ აი უფლის სულმა ესე იგი აღადგინოს შენ ხორცს სული შესხას. დაბრუნდეს შენი სული და შენი სული დაუბრუნდეს შენ ხორცს და ისე აღდგეს აღდგომას ამას დღესაო, როგორ წერია, დიდ აღდგომის დღეს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან კარგი ქრისტიანული წესი, რომელიც დღესაც სრულდება, მაგალითად ძალიან კარგად სრულდება ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერში, განსაკუთრებით სადილის ჟამნის მსახურებაში, როდესაც სადილობენ ბერები და მერე ბარძიმს ჩამოატარებენ და ყველა აწობს და ასე იღებს იმ ნამეტნავი ქვია იმ მორჩენილ ტრაპეზს და აი ამ ნამეტნავისაგან და იხსენებენ იქ როგორც ცოცხლებს ისე მიცვალებულებს. ანუ ჩვენ მაცხოვრის ბარძიმში ვიხსენებთ როგორც ცოცხლებს ისე მიცვალებულებს და აი ამ აღდგომის მოხსენებით ვიხსენებთ ყველას. ადრე პანაშვიდზე დამისვეს შეკითხვა, ახლა სამწუხაროდ ის ალბათ ის ადამიანი ეთერში არ არის, შემეძლო განმემარტა, რომ ეს პანაშვიდთანაც აქვს ამას კავშირი, რომ პანაშვიდი არსებობს როგორც ცოცხლების ისე მიცვალებულების და არ არის მარტო მიცვალებულების პანაშვიდი და ზუსტად ეს აღდგომა ქრისტესი განსაკუთრებით ეკუთვნით მიცვალებულებს, სადაც უკვე ხორცი და სული გაყოფილია. ჩვენ ჯერ არა ვართ გაყოფილები. და რადგან ისინი გაყოფილები არიან, ამიტომაც მას ეკუთვნით ეს მოხსენება და ეს პატივი. ამიტომ აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ სადღეგრძელოში ვაწობთ ამას, ეს არის პირდაპირ ნიშანი იმისა, რომ ვართ ქრისტიანები, გვწამს აღდგომა, მოველით აღდგომას და ვნატრულოთ ასეთ აღდგომას.